რაც შეეხება სოზა სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის ვალს სახელმწიფოს წინაშე, თურმე ეს თანხა სულ რაღაც 373 ლარი. თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც სატუსაღოში აღმოჩნდა. ვახტანგ სუბელიანს წარედგინა ბრალი, რომლის თანახმადაც იმ ფირმის მიერ, სადაც ვახტანგ სუბელიანი მუშაობდა, ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი სულ 373 ლარს შეადგენს. აი ეხლა ხო ვიცი, გამოვა ვიღაცა ბოროტი ადამიანი და იტყვის, რომ ანუ 373 ლარისთვის კაცი როგორ დაიჭირესო. აბა როგორ გონიათ თქვენ? 373 ლარი ფული რა არ არის? არ უმუშავიათ მაგათ. საკუთარი შრომით ფული არ მოუგროვებიათ და იმიტომ ამბობენ ასე. მართალია, იმიტომ არ უმუშავიათ, რომ ეს მთავრობა არ ამუშავეს, მაგრამ ხო მაინც არ უმუშავიათ. 373 ლარი ეგ ის 373 ლარი იყო ზუსტად სტივი უანდერის ჩამოყვანაზე რომ დაგაკლდა და ვეღარ ჩამოვიყვანეთ. მაგრამ ზერელეთ საუბრობთ. ამ ადვოკატებისთვის 373 ლარი ფული არ არის. ხო. 373 ლარად გამოცდილი მიხეილ სააკაშვილი 5 გაღატაკებულ უბანში არჩევნებს პირწმინდად მოიგებს. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა სთავაზობს ახალ ულტრათანამედროვე სერვისს ვახტანგ სოზარის ძმა სუბელიანს. თუ თქვენ დიდი ხანია არ გინახავთ საკუთარი ახლობლები, მოკეთეები, ნათესავები და სხვა სისხლნი და ხორცნი, ჩვენი წარმომადგენლები დაგაწერენ ვალად სულ რაღაც 373 ლარს და გიკრავენ თავს სატუსაღოში, სადაც თქვენ და თქვენს ნათესავებს დაგეთმობათ ფართო აპარტამენტები და თქვენს ვალებზე სასაუბროდ. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ვახტანგ სოზარის ძმა სუბელიანი, სასწრაფოდ გაგზავნეთ SMS-ი ნომერზე 5 და თქვენთან სპეცრაზმელები და 373 ლარიანი ქვითარი ფაქტიურად ერთდროულად მოვა. ვახტანგ სოზარის ძმა სუბელიანი. ძმაო, ძმით ახარ ზონაზე. ხართ ჯონ მაკენი და წინ ამერიკის სენატის არჩევნები გელით? გსურთ რომ არჩევნების წინ კარგი პიარი გაიკეთოთ და ყველა დაარწმუნოთ რომ თქვენს მიერ შერჩეულმა ქართველმა პარტნიორებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს რეფორმები. მაშინ მოსწყლით რამდენიმე საათი პარტიულ სამუშაოს. გადაერბინეთ იქვე თქვენი პარტიის გვერდით მდგარ IRI-ის ოფისში, გახდით მთავარი მკვლევარი რამდენიმე საათით და დაუსვით დაშინებულ ქართველებს შემდეგი კითხვა: როდის მიეცით ბოლოს ქრთამი? თან იქვე დააყოლეთ რომ მაგ კითხვაზე პასუხი უფრო თქვენ მეგობარს, სოსო თოფურიძეს აინტერესებს ვიდრე თქვენ. IRI და დაშინებული ქართველები. თქვენი მყარისკამების მყარი გარანტი. საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონი საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით კვლავ ფრანგი ხალხის აღშფოთებას იწვევს. საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხუთშაბათს რიგით მე-7 საყოველთაო მსვლელობა მოეწყო. ათასობით დემონსტრანტი ნიკოლა სარკოზის მიერ დამტკიცებულ ახალ რეფორმას აპროტესტებს, რომელიც საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ ახალ გადაწყვეტილებას მილიონობით ადამიანი ღიად ეწინააღმდეგებოდა. პროტესტის ახალი ტალღა კი წინა გამოსვლებთან შედარებით გაცილებით სუსტი იყო. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიუხედავად, საფრანგეთის ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. რა ენერგიულად დაიწყო ეს საპროტესტო აქციები საფრანგეთში და როგორ მიინელდა? არადა როგორი იმედი მქონდა რომ საფრანგეთში მაინც მიაღწევდა ოპოზიცია თავის საწადეს. თუმცა აქციები, რომელთა მასშტაბურობა მილიონ მომიტინგესაც კი აღწევდა, აშკარად შეთხელდა. სავარაუდოდ ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის ტაქტიკას იყენებს. მომიტინგეების დაშოშმინების თვალსაზრისით. აქციის მონაწილეებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს და დაიშალენ. თუმცა კიდევ ერთი მრავალათასიანი მანიფესტაცია იგეგმება და ალბათ ყველაზე ხანგრძლივიც იქნება წინა მორბედებთან შედარებით. გადაკეთავს ახლა საფრანგეთის პროკავშირი შარლ დე გოლის მოედანს, დაადგავს საკნებს და აკოთდება მთელი პარიზი. არ მგონია რომ მაინც რამეს გახდეს ფრანგიერი, რადგან სააკაშვილის მიერ მომიტინგეების იგნორირების სქემა იმდენად დახვეწილი და მარტივია, რომ სარკოზი ადვილად გაუმკლავდება ამ ხალხს. ბოლოს და ბოლოს მაინც მოუწევთ დაშლა ამ ხალხს და სანამ ესე იგი საბოლოოდ წავლენ სახლებში, ვნახავ მე მაგათ პარის სენ-ჟერმენის სტადიონზე შეკრებილებს, სადაც ცნობილ ფრანგ მომღერალ შარლ აზნაურს ხილში აყვანილი გამოიყვანს პროფკავშირების ხელმძღვანელობა. ბატონი შალვა ნათელაშვილი IRI-ის კვლევას ასე გამოეხმაურა. ეს გელაპის კვლევა კი არის, ესა გველეშაპის კვლევა. ეს არის ბანდიტი მაკეინის ორგანიზაცია, რესპუბლიკური ინსტიტუტი, მისი პრეზიდენტი გახლავთ საქართველოს დამაქცევარი სააკაშვილის ნათლი მამა
ბატონი მაკეინი, რომელმაც მოგვიწყო ვარდების რევოლუცია და ნუ იტეხავენ სახელს და ნუ იფუჭებენ ავტორიტეტს ეს გელაპებია თუ გორბებია თუ გრინბერგებია თუ სხვა ფულის მაძიებელი პარაზიტები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ ერთს მიაყენონ შეურაცხყოფა. ერთი რჩევა მინდა მოგცეთ ბატონო შალვა. თქვენს და სრულიად ოპოზიციურ სპექტრს. როდესაც რაიმე კვლევა არ მოგეწონებათ, კი არ უნდა გამოხვიდეთ და ქოქოლა კი არ უნდა აყაროთ. ამათ. არამედ თქვენს უნდა მოიწვიოთ და ჩაატაროთ კვლევა და აჩვენოთ საზოგადოებას მისი შედეგები. აი ეს არის ბრძოლის სწორი ფორმა. თორემ თქვენ გამოგდით რომ ძაღლიყებს და ქარავანი მიკრისო. მაგრამ თქვენც რომ მოიწვიოთ ახლა რაიმე სოციალური თუ პოლიტიკური კვლევის ორგანიზაცია ხომ იცით ახლა მაგას ესე იგი მდუმარე ვანო როგორ დაამუშავებს და უკან გააბუნძულებს. ამიტომ მე გთავაზობთ ალტერნატივას. გამოდით ყველანი ქუჩებში და მოვითხოვოთ IRI-მ სააკაშვილის ნდობის პროცენტი 49-დან 26%-მდე დაწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავზრდით გია თორთლაძის რეიტინგს. არა, ეგ შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვაცხადებთ საყოველთაო პროცენტულ დაუმორჩილებლობას. აი ასე თუ შეიძლება რაიმე მიზნის მიღწევა. საქართველოს ახალი კონსტიტუციის ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციაში არც შესწორებებს შეიტანს და არც ვეტოს დაადებს. კონსტიტუციის პროექტის ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უზენაეს კანონში არც შესწორებებს შეიტანს და არც ვეტოს დაადებს. რატომ გონიათ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას ვეტოს არ დაადებს? რატომ რა არავინ არ იცნობს ამ კაცს? ნუ თუ ვერ ხედავთ მისი სულის შემოქმედებას, ის ხომ უდიდესი შემოქმედია. ალბათ გსმენიათ ხელოვანი ადამიანების შესახებ, რომლებიც თავიანთი ნაშრომებით უკმაყოფილონი იყვნენ. მაგალითად, მიქელანჯელო თავის ნახატებს და ნაწერებს წვავდა, იმიტომ რომ არ მოსწონდა. ხო და ზუსტად ასევე მოიქცევა ჩემი პრეზიდენტი. რომ გადაიკითხავს თავის ნაშრომს და არ მოეწონება, მშვიდად მისცემს ცეცხლს ამ კონსტიტუციას. თურმე პრეზიდენტს უთქვამს, სანამ 80 წლის არ გავხდები, კონსტიტუციას არ დავამთავრებ. ისევე როგორც გოეთემ არ დაამთავრა ფაუსტი სპეციალურად, სანამ 80 წლის არ გახდა. ხო და ვაცადოთ ჩემს პრეზიდენტს. დაღვინდეს, გახდეს 80 წლის დაამთავროს კონსტიტუცია და მერე თვითონვე მოიწონოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კონსტიტუცია მარადიული და გენიალური იქნება. მაგრამ ჩვენ ქართველები ისეთი დაუნახავი ხალხი ვართ, რომ სანამ ხელოვანი არ მოკვდება, მანამდე არ ვაფასებთ ხოლმე. ხო, ახლა რაც შეეხება კონსტიტუციის დამტკიცების ფორმალურ მხარეს. თურმე პრეზიდენტს ახლა უნდა გადაუგზავნონ კონსტიტუცია და 10 დღის განმავლობაში ხელი უნდა მოაწეროს და დაამტკიცოს, მაგრამ იგი საქართველოში არ იმყოფება. მოახერხებს თუ არა მოგზაურობის მოყვარული მიხეილ სააკაშვილი 10 დღის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებასა და კანონის სრული დაცვით დოკუმენტის გამოქვეყნებას. დაამშვიდით კონსტიტუციონალისტებო თუ იურისტებო თუ უბრალოდ მოქალაქე. მერწმუნეთ, მოგზაურობის მოყვარული პრეზიდენტი მოახერხებს 10 დღეში კონსტიტუციის წაკითხვას და დამტკიცებასაც. 10 დღეში კი არა, 6 დღეში მოახერხებს და მე-7 დღეს დაისვენებს. ეს გახდათ ყოველდღიური გადაცემა, ყოველდღიური აბები ვასიკოვოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.